აქციზი თამბაქოზე როგორც მოგეხსენებათ, ეს არის გაცხადებული სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც გასულ წელს შეიმუშავა ჯანდაცვის სამინისტრომ და ეს სტრატეგია ითვალისწინებს, რომ ყოველწლიურად თამბაქოზე აქციზის განაკვეთი უნდა გაიზარდოს და ამასვე ითვალისწინებს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება. ფაქტმეტრის დასკვნით გიორგი კაკაურიძის ეს განცხადება არის მეტწილად მცდარი. საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2015 წლის 1 იანვრიდან თამბაქოზე აქციზის გადასახადი ძვირდება. კერძოდ, ერთკოლო ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გადასახადი 15 თეთრით, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 5 თეთრით გაიზრდება. გარდა ამისა, 2015 წლის 1 ივლისიდან ეგრეთ წოდებული შერეული სისტემა შემოდის. ამ სისტემის მიხედვით, როგორც ფილტრიან, ასევე უფილტრო სიგარეტებისათვის, გადასახადი გამოიანგარიშება აქციზის ფასზე სიგარეტის საცალოს არეალიზაციო ფასის 5%-ის დამატებით. მაგალითად, ვთქვათ, რომ ერთი კოლოფი სიგარეტი ღირს 2 ლარი, მისი 5% შეადგენს 10 თეთრს. რომელსაც დაემატება აქციზის ღირებულების 75 თეთრი. შესაბამისად, სიგარეტზე დამატებითი გადასახადი იქნება 85 თეთრი. თამბაქოს აქციზის გადასახადი 2013 წელსაც გაიზარდა. ფილტრიან სიგარეტზე 15 თეთრით, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 5 თეთრით. 2006 წელს საქართველოს პარლამენტმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რის საფუძველზეც საქართველოს მსოფლიოს სხვა 178 ქვეყანასთან ერთად ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით სრულფასოვანი ღონისძიებების გატარებაზე ვალდებულება აიღო. კონვენციის მე-6 თავში თამბაქოს აქციზის ფასის გაზრდაზეც არის საუბარი. 2013 წლის 30 ივნისს საქართველოს მთავრობამ თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა. სტრატეგიის მთავარ მიზანს ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირება წარმოადგენდა, რისთვისაც სხვა ღონისძიებებთან ერთად თამბაქოზე აქციზის გადასახადის გაზრდაც განისაზღვრა. თუმცა სტრატეგიაში არ დაკონკრეტებულა თუ რაოდენობით და რა სიხშირით უნდა მომხდარიყო აქციზის ფასის ზრდა. თამბაქოს აქციზის ტარიფთან დაკავშირებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაშიც არის საუბარი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი საქართველოსაგან ნაკისრი ვალდებულებების მყისიერად შესრულებას არ მოითხოვს. ასევე არ მოითხოვს თამბაქოს აქციზის გადასახადის ყოველწლიურ ზრდას. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებისათვის 5 წლიანი ვადა გამოუყო, ხოლო თამბაქოს აქციზის ტარიფთან დაკავშირებით კი სპეციალური გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს. შესაბამისად, 2015 წლის 1 იანვრიდან და 1 ივლისიდან თამბაქოს აქციზის გადასახადის გაზრდა ევროკავშირის მოთხოვნას არ წარმოადგენს. საქართველოს მთავრობის თამბაქოს კონტროლის 5 წლიანი სტრატეგია ნამდვილად ითვალისწინებს თამბაქოს აქციზის გადასახადის ზრდას. თუმცა აქციზის გადასახადის ყოველწლიური ზრდა არც ერთი დოკუმენტით არ არის გათვალისწინებული. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასში თამბაქოს აქციზის სტრუქტურისა და განაკვეთის წესის ევროკავშირში არსებულ წესთან ეტაპობრივად დაახლოების შესახებაა საუბარი და არა ყოველწლიურად თამბაქოს აქციზის გადასახადის ზრდაზე, როგორც ამას მინისტრის მოადგილე აღნიშნავს.